საქართველოს პრემიერი დასავლეთ საქართველოში დღეს დილიდან გაემგზავრა სენაკის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიაში ჩავიდა და ნაპირ სამაგრის სამუშაოები დაათვალიერა. და რა განცხადებები გააკეთა მთავრობის ხელმძღვანელმა ანაკლიაში ნანუკა იორდანიშვილი აშუქებს პრემიერის რეგიონალურ ტურნეს. პრემიერმა ანაკლიაში მიმდინარე ნაპირ სამაგრის სამუშაოები პირადად დაათვალიერა. აღმოს მასპინძლობდა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია. როგორც მათ აღნიშნეს, ეს პროექტი პირველ ეტაპზე დაჯდება 16 მილიონი დოლარი, რომელსაც სრულად აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამ ზოლის მშენებლობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ აქ განვითარდეს სატურიზმის ბიზნესი, ასევე ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ამ ბიზნესის წარმოებისთვის. გარდა ამისა, მათ ისაუბრეს ამ ზოლის მნიშვნელობაზე გარემოს დაცვის კუთხით. ჩემი მიზანია ეს, რომ უშუალოდ მე თვითონ დავათვალიერო ადგილზე მიმდინარე სამუშაოები, პირადად გავეცნო ადგილზე არსებულ პრობლემებს, მე გავიზიარო ის, ასე ვთქვათ, ის გასაჭირი ის პრობლემები, რაც არსებობს დღეს საქართველოს რეგიონებში, რაიონებში, ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არის გადაუჭრელი, წლების განმავლობაში იყო ეს დაგროვილი და ახლა ჩვენ ვიწყებთ, რომ ეს ნელ-ნელა მდგომარეობა შევუმსუბუქოთ მოსახლეობას. პირველ ეტაპის სამუშაოები უნდა დასრულდეს ზაფხულისთვის, ვიდრე ზღვის სეზონი მოვა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მეორე ეტაპის სამუშაოებიც და ჯამში 4 კილომეტრიანი ზღვის პერიმეტრი უნდა გამაგრდეს იმისათვის, რომ ზღვა ნაპირი არ წაიღოს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც გარემოს დაცვითი თვალსაზრისით, ასევე თვითონ კურორტის განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ანაკლის სპორტის მშენებლობაზე. მისი განცხადებით, სპეციალისტები მუშაობენ ამ მრავალფუნქციური პროექტის შესახებ და დაახლოებით 3 თვეში იქნება მზად დასკვნა. მან ისაუბრა ამ პორტის ეკონომიკურ და რეგიონულ მნიშვნელობაზეც. ანაკლის სპორტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი ამ რეგიონის, არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ ზოგადად მთელი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის. და რაც თავარი ანაკლის სპორტის მშენებლობა დაეთყობა ამ რეგიონის ეკონომიკას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება. პრემიერის განცხადებით ის ზაფხულამდე აპირებს, რომ შემოიაროს საქართველოს რეგიონები და პირადად გაეცნოს იქ მიმდინარე სამუშაოებს და მოისმინოს მოსახლეობის პრობლემები. სწორედ სამეგრელოდან დაიწყო თავისი ვიზიტი პრემიერმა ღარიბაშვილმა. იგეგმება დღესვე მისი შეხვედრა ზუგდიდში მოსახლეობასთან, ხვალ კი პრემიერ-მინისტრი აჭარაში გაემგზავრება.